თქვენ უყურებთ ანალიტიკას, მე ამ გადაცემის ავტორი ელენე კვანჭილაშვილი ვარ და დღეს ვისაუბრებთ შრომის ბაზრის კვლევაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ მომზადა და რომელიც საფუძვლად დაედო განათლების რეფორმას და უმაღლესი განათლების შესახებ კონცეფციას. გუშინ შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაციაც ირაკლი კობახიძემ გამართა. განათლების მინისტრს და ეკონომიკის მინისტრს პრეზენტაციის საჯარო ნაწილში ხმა არ ამოვიათ. დისკუსია, რომელიც ამ პრეზენტაციას უნდა მოჰყოლოდა და რომელშიც მონაწილეობას უმაღლესი განათლების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ბიზნეს ასოციაციაც იღებდა, მედიისთვის დაიხურა. დღეს შევეცდები სტუმრებთან ერთად გავაანალიზო, რამდენად რაციონალური და სამართლიანია უმაღლესი განათლების მთავარ ღუზად შრომის ბაზრის კვლევის შედეგებით პირდაპირ ხელმძღვანელობა ლევან მეფხვაძე, იაგო კაჭკაჭიშვილი და ირინა გოცირიძე მისჯელებენ თემაზე ჩემთან ერთად. ჩვენ შევისწავლეთ დასაქმებულებზე მოთხოვნის ზრდახუცლიან პერსპექტივაში და იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც უმაღლესი განათლება სჭირდებათ შრომის ბაზარზე შესასვლელად შეადგენს 64,095, აქედან 42,316 კურსდამთავრებული საჯაროება არის კერძო სექტორში, 21,779 საჯარო სექტორში. აქ იგულისხმება მათ შორის ჩანაცვლების მოსალოდნელი მაჩვენებელიც. რაც შეეხება მოთხოვნად პროფესიულ ჯგუფებში, უმაღლესი განათლების საჯაროებას აქ ლიდერობს კონკრეტული პროფესიები. ეს არის საშუალო სკოლის მასწავლებლები, სადაც არის დიდი მოთხოვნა, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები, აქაც დიდი მოთხოვნა, იქთნები, ექიმებზე არის საკმაოდ მაღალი მოთხოვნა, მშენებლობის მენეჯერები, პროგრამისტები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, მშენებლობის ზედამხედველები, ელექტრიკოსები, მომარაგებისა და დისტრიბუციის მენეჯერები. კვლევა, რომელსაც გუშინ ირაკლი კობახიძე პრეზენტაციის დროს დაეკნო, სრულად ჯერაც არ არის ხელმისაწვდომი და არც ვიცით, უფრო ვრცელ კვლევას საერთოდ ვნახავთ თუ არა. რაც ხელმისაწვდომია, ეს მხოლოდ 12 გვერდიანი PowerPoint-ის პრეზენტაცია. ანალიტიკამ სულ რაღაც დაახლოებით 1 თვის წინ ამ 12 გვერდიან პრეზენტაციაზე გაცილებით ღრმა კვლევა გააშუქა, რომელიც ამ დრომდე დევს ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე და გაცილებით უფრო მოცულობითი და დეტალურია. აქვე შეგვიძლია ვახსენოთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BHG-ის ინდექსი 29 გვერდიანი კვლევა, რომელიც გაცილებით კომპლექსურია და არა მხოლოდ ბიზნესის მოლოდინებს მოთხოვნებს წვდება, არამედ კონტექსტსაც დეტალურად აანალიზებს. თუმცა, უმაღლესი განათლების კონცეფცია და ჯამში განათლების რეფორმაც ძირითადად ამ 12 გვერდიან PowerPoint-ს დაეფუძნა. პრეზენტაციაში ყველაზე საგულისხმო, ალბათ მაინც ბოლო 2 გვერდია, რომელიც რაოდენობრივად აანალიზებს მოთხოვნა მიწოდებას, ჩარიცხვებისა და კურსდამთავრებულების ურთიერთმიმართების ჭრილში. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პრეზენტაციაში აღნიშნულია, რომ 2026 წელს კერძო სექტორში დაახლოებით 26,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. შესაბამისად, პროგნოზია, რომ კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მიმდინარე წელს 960,000-მდე გაიზრდება, ხოლო 2030 წლისთვის მილიონს გადააჭარბებს. ანალიზის მიხედვით 2025 წელს 2021 წელთან შედარებით დასაქმების ზრდა შეადგენს 151,000, ხოლო COVID პანდემიის ეფექტის გამორიცხვით პანდემიამდელ ტრენდთან შედარებით ზრდა დაახლოებით 96,000-ია. ამ კვლევის მიხედვით ეკონომიკური ზრდა 6%-ის ფარგლებში იქნება. ასევე არის მითითება, რომ მოდელში გათვალისწინებულია დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ანაკლიის პორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ვაზიანის ახალი აეროპორტი და სხვა მსხვილი პროექტები. მე მინდა გაგიზიაროთ ჩემი პერსონალური ანალიზი. ვფიქრობ, კერძო და საჯარო უნივერსიტეტებში სწავლების 20 წელზე მეტის გამოცდილება, ბიზნეს მედიაში მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება და ამ გადაცემის ფორმატი მათ შორის მაძლევს იმის საშუალებას გაგიზიაროთ პირადად მე რა მიმაჩნია პრობლემურად. ეს 12 გვერდიანი პრეზენტაცია უმაღლესი განათლების რეფორმისთვის უფრო მეტად სიმპტომების აღწერას გავს, ვიდრე მკურნალობის სტრატეგიას. როდესაც სახელმწიფო ცდილობს განათლების სისტემა მხოლოდ შრომის ბაზრის მიმდინარე რაოდენობრივ მაჩვენებლებს დააფუძნოს, ის გარკვეულწილად ინდუსტრიული ეპოქის მახეში ებმება, სადაც ადამიანი მხოლოდ ეკონომიკური ფუნქციის შემსრულებლად არის განხილული. მთავარი პრობლემა აქ დროითი აცდენაა. უნივერსიტეტი გრძელვადიანი ინსტიტუცია, ბიზნესის მოთხოვნა კი ხშირად მყისიერი და ცვალებადია, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელ დეფიციტზე მორგებული სასწავლო პროგრამა კურსდამთავრებულს 4 წელიწადში შესაძლოა უკვე მოძველებული ცოდნით და ავტომატიზებული უნარებით ხელში დახვდეს. მაგალითად, თუ დღეს კვლევა ამბობს, რომ გვაკლია 1000 ბუღალტერი და ჩვენ რეფორმით გავზრდით ადგილებს ამ ფაკულტეტზე, ეს სტუდენტები ბაზარზე 3-4 წლის შემდეგ გამოვლენ. ამ
ამ პერიოდში ტექნოლოგია, მაგალითად AI, შესაძლოა ბუღალტერიის 80% ავტომატიზებული გახადოს. გამოდის სახელმწიფო მწირ რესურსს დახარჯავს იმაში, რომ მოამზადებს კადრებს იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც უკვე გადაჭრილი ან მოძველებული იქნება მათი გამოსვლის მომენტისთვის. ჩარიცხვა კურსდამთავრებულების ანალიზი გვეუბნება იმას, რაც ისედაც ვიცოდით. განათლების სისტემა მუშაობს უფრო მეტად წარმოებისთვის და არა მოხმარებისთვის და რიგ შემთხვევებში ის აწარმოებს იმას, რაზეც არის სოციალური მოთხოვნა, დიპლომი და არა იმას, რაზეც არის ეკონომიკური საჭიროება, უნარები. აქ უკვე შეგვიძლია თავისუფლად ვივარაუდოთ, რომ ანალიზი თავისი არსით და სტრუქტურით ბევრად უფრო პირდაპირ და ადეკვატურად პროფესიული განათლების გამოწვევებს პასუხობს, ვიდრე უმაღლესი განათლებისას. ამ დოკუმენტის მთავარი ღირებულებაა, რომ ის ახდენს შრომის ბაზრის ინვენტარიზაციას, ზუსტად აღწერს, სად არის ცოცხალი სამუშაო ძალის დეფიციტი აქ და ამჟამად. უმაღლესი განათლება კი თავისი ბუნებით უფრო კომპლექსურია. ის უნდა პასუხობდეს არა მხოლოდ დღევანდელ ვაკანსიებს, არამედ ქმნიდეს სამეცნიერო ბაზას, ინოვაციურ პოტენციალს. ეს დოკუმენტი უნივერსიტეტს თავაზობს მხოლოდ რაოდენობრივ შეკვეთას და ვერ აძლევს ორიენტირს ხარისხობრივ განვითარებაზე, კვლევით საქმიანობაზე თუ აკადემიურ სიღრმეზე. როდესაც რეფორმა მხოლოდ ამ რიცხვებს ეყრდნობა, უმაღლესი განათლება რისკავს დაკარგოს თავისი მთავარი მისია და დავიდეს ჩვეულებრივი პროფესიული მომზადების დონეზე, ოღონდ უფრო გაწელილი ვადებით და ნაკლები ეფექტურობით. რეალურად დოკუმენტი ვეუბნება, რომ ჩვენს ეკონომიკას დღეს უფრო მეტად კვალიფიციური შემსრულებლები სჭირდება, ვიდრე თეორეტიკოსი ბაკალავრები, რაც თავისთავად ყველაზე ძლიერი არგუმენტია პროფესიული განათლების პრიორიტეტულობის სასარგებლოდ. ბიზნეს მედიაში 10 წელზე მეტმა მუშაობამ თუ რამე მასწავლა, ეს წლების განმავლობაში ბიზნესის მოსმენა და მისი განვითარების დინამიკაზე დაკვირვება. დღეს ადამიანები მუშაობენ არა სპეციალობით, არამედ უნარების ნაკრებით. მაგალითად, ფილოლოგი შეიძლება იყოს წარმატებული მონაცემთა ანალიტიკოსი, რადგან მას აქვს სტრუქტურული აზროვნება. ეს 12 გვერდიანი პრეზენტაცია ითვლის ეკონომისტებს, ინჟინრებს, იურისტებს. ის ვერ ხედავს ტრანსფერულ უნარებს, რომლებიც ადამიანს საშუალებას აძლევს პროფესიას 3-4 ჯერ შეიცვალოს ცხოვრების განმავლობაში. სინამდვილეში შრომის ბაზარი არის არა სტატიკური აუზი, არამედ შეგვიძლია დავინახოთ უფრო როგორც მდინარე. მაგალითად, თუ კვლევა ამბობს, რომ გვაკლია 500 მარკეტოლოგი, ის ვერ ითვალისწინებს, რომ ხვალ 500 ფსიქოლოგი ან ჟურნალისტი შეიძლება გადაკვალიფიცირდეს და ეს ადგილები შეავსოს. რაოდენობრივი დაგეგმა ვერ ზომავს ადამიანის ადაპტურობას. ის გეგმავს ეკონომიკას ისე, თითქოს ადამიანები რობოტები იყვნენ, რომლებიც ერთხელ დაპროგრამდნენ და სიკვდილამდე ერთ ფუნქციას შეასრულებენ. ვფიქრობ, უმაღლესი განათლება უნდა დარჩეს მოქნილ agile ბაზად, რომელიც ადამიანს თავაზობს აზროვნების ინსტრუმენტებს ნებისმიერი გამოწვევისთვის, ხოლო პროფესიული განათლება უნდა დარჩეს ისევ სწრაფ პასუხად, მოკლე ინტენსიური კურსები მათთვის, ვინც გადაწყვიტა პროფესია შეიცვალოს. ამდენად ეს ნაწილი რომ შევაჯამო, ეკონომიკის და განათლების სამინისტროების მიერ ერთობლივად შემოთავაზებული ანალიზი რელევანტურია ბიუჯეტის დასაგეგმად, ინფრასტრუქტურული საჭიროებების დასანახად, მაგრამ ის აბსოლუტურად არარელევანტურია ადამიანური კაპიტალის განვითარების სტრატეგიისთვის. თუ რეფორმას მხოლოდ ამ რაოდენობრივ მაჩვენებლებზე ავაგებთ, ჩვენ მივიღებთ სისტემას, რომელიც აწარმოებს სპეციალისტებს გუშინდელი დღისთვის. მაშინ როცა ხვალინდელი დღე ეკუთვნით მულტიდისციპლინარული უნარების მქონე ადამიანებს. თვისებრივი ანალიზის გარეშე კვლევა კარგავს კონტექსტურ სიღრმეს და პასუხს კითხვაზე, რატომ არის შრომის ბაზარი იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის. კვლევას აკლდება იმ უხილავ ბარიერების იდენტიფიცირება, რომლებიც ხშირად ხელოვნურად ზრდის ვაკანსიების რაოდენობას. მაგალითად, რაოდენობრივი ანალიზი გვეუბნება, რომ ICT სექტორში არის 500 ვაკანტური ადგილი და ბიზნესი კადრებს ვერ პოულობს. სამინისტროები ამ რიცხვს შეხედავენ და გადაწყვეტენ, რომ უნივერსიტეტებში პროგრამისტების ადგილები უნდა გააორმაგონ. თუმცა თვისებრივი კვლევა, სიღრმისეული ინტერვიუები დამსაქმებლებთან შესაძლოა სულ სხვა სურათს აჩვენებდეს. პრობლემა არა პროგრამირების ენების ცოდნაში, არამედ კურსდამთავრებულების გუნდური მუშაობის, პრობლემის გადაჭრის, ინგლისური ენის ცოდნის დაბალ დონეში შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში ადგილების რაოდენობის ზრდა პრობლემას ვერ გადაჭრის. პირიქით, სისტემა უფრო მეტ დაბალ კვალიფიციურ კადრს გამოუშვებს, რომლებიც ისევ უმუშევრები დარჩებიან. კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი შეიძლება იყოს მომსახურების სექტორი. რაოდენობრივი კვლევა აჩვენებს კადრების მუდმივ დენადობას და ვაკანსიების სიმრავლეს. თვისებრივი ანალიზის გარეშე სახელმწიფო ჩათვლის, რომ ამ სფეროში ხალხს სათანადო განათლება არ აქვს და დააფინანსებს მაგალითად გადამზადების კურსებს. თუმცა ფოკუს ჯგუფები დასაქმებულებთან შესაძლოა გამოავლენდნენ, რომ ხალხი ამ სექტორიდან გარბის არა ცოდნის დეფიციტის, არამედ ტოქსიკური სამუშაო გარემოს, არაადეკვატური გრაფიკის და დაბალი ანაზღაურების გამო. ამრიგად, თვისებრივი ანალიზის გარეშე სახელმწიფო დახარჯავს რესურსს
განათლებაში იქ, სადაც პრობლემა რეალურად შრომის მენეჯმენტში ან ზოგად ეკონომიკურ პოლიტიკაშია. საბოლოო ჯამში თვისებრივი ანალიზის არ ქონა რეფორმას არ თმის მუქნილობას. ჩვენ ვიღებთ საშუალო არითმეტიკულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ვერ პასუხობს ინდივიდუალურ საჭიროებებს. მაგალითად, ინჟინერიის ფაკულტეტზე შეიძლება ჩარიცხვები იზრდებოდეს, მაგრამ თვისებრივი კვლევის გარეშე ვერ გავიგებთ, რომ სტუდენტები უკმაყოფილონი არიან მოძველებული ლაბორატორიებით, რაც მათ мотивაციას უკლავს და სწავლის დასრულებამდე სხვა სფეროში გადასვლას აიძულებს. თვისებრივი ანალიზი არის ის დამამთავრებელი შტრიხი, რომელიც ციფრებს მნიშვნელობას ანიჭებს და სახელმწიფოს საშუალებას აძლევს განათლების რეფორმა ადამიანზე და მის რეალურ გამოცდილებაზე მორგებული გახადოს. ამ კვლევის მიხედვით რეფორმის გატარება კიდევ უფრო რთულდება იმის გამო, რომ მასში სრულად არის იგნორირებული მიგრაციის ფაქტორი, რაც საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენ არ ვითვალისწინებთ, რამდენი კადრი გადის ქვეყნიდან და რა მიმართულებით, ნებისმიერი მცდელობა, რომ ბაზარი შევავსოთ, გავს გაჟონვადვე დროში წყლის ჩასხმას. ამას ემატება ისიც, რომ კვლევა ვერ ზომავს პროდუქტიულობას. ის მხოლოდ გვეუბნება, რომ ბიზნესი მზად არის მეტი გადაიხადოს კადრის დეფიციტის გამო, მაგრამ ეს ხელფასების ზრდა არ ნიშნავს მომავლის ეკონომიკურ ნახტომს. თუკი კურსდამთავრებული არ ფლობს იმ ტრანსფერულ უნარებს, რომლებიც მას 21 საუკუნის დინამიკურ გარემოში გადარჩენაში დაეხმარება. მთლიანად ეს ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა მთავარი მიზანი. მაშინ, როცა გლობალიზაციის პირობებში ამ მიზნის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია, იგებს ის, ვინც კონკურენტულია გლობალურად და არა მხოლოდ ლოკალურად. უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების დეფიციტი ბაზარზე არამხოლოდ არ ცოდნა, არამედ გადინებაც შეიძლება იწვევდეს. მარტივია, თუ კვლევა გვეუბნება, რომ ბაზარში ჭირდება 1000 ინჟინერი, უნივერსიტეტებმა კი ზუსტად 1000 გამოუშვეს, ერთი შეხედვით ბალანსია. თუმცა, თუ ამ 1000-დან 40% ევროპაში მიდის სამუშაოდ, ქვეყანაში ისევ დეფიციტი რჩება. კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა, ალბათ უფრო ვრცელად წერტილ-ჯიზე შემოგთავაზებთ ანალიზს, სტუმრობის დრო რომ ძალიან არ შევჭამო, რამდენიმე სიტყვას ვიტყვი ბიზნესზეც საქართველოში, უფრო სწორად განვითარების მისეულ ამბიციაზე და რა შთაბეჭდილებას ტოვებს შრომის ბაზრის ეს ანალიზი. პირადად მე სტრიქონებს შორის კითხვა მაინძულებს ასეთ დასკვნისკენ წავიდე. ბიზნესის ამბიცია ამ ეტაპზე უფრო მეტად ექსპანსიაში, გაფართოებაში გამოიხატება, ვიდრე ტრანსფორმაციაში. ვაჭრობის დომინირება 28% იმაზე მიუთითებს, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა ისე ვაჭრობის სექტორშია, რაც თავის მხრივ მიანიშნებს, რომ ბიზნესის ძირითადი ამბიცია ისევ ყიდვა-გაყიდვის მასშტაბების გაზრდა. ამასთან 900,000-ზე მეტი დასაქმებული კერძო სექტორში და ვაკანსიების მზარდი რაოდენობა ნიშნავს, რომ ბიზნესი ოპტიმისტურადაა განწყობილი ეკონომიკური ზრდის მიმართ, ისინი აპირებენ მეტი ხალხის აყვანას, რაც ასევე ზრდის ამბიციაზე მიუთითებს. დოკუმენტის ყველაზე იმედისმომცემი ციფრი პირადად ჩემთვის ინფორმაცია და კომუნიკაცია ICT სექტორის 8%-ია. ის ფაქტი, რომ ტექნოლოგიური სექტორი უკვე გაუთანაბდა ტურიზმს, სასტუმროები, რესტორნები, დასაქმების წილით, ნიშნავს, რომ საქართველო ცდილობს გასცდეს მხოლოდ სერვისის მომწოდებელი ქვეყნის სტატუსს. კვლევაში ამ სექტორის გამოჩენა მიანიშნებს, რომ იზრდება მოთხოვნა თეთრ საყელოებზე, ანალიტიკოსებზე, ინჟინერებზე, კონსულტანტებზე, რაც ინოვაციური ეკონომიკის ხერხემალია. მეორე მხრივ, დამამუშავებელი მრეწველობის 11% ძირითადად დაბალ ტექნოლოგიურ წარმოებაზე საკვების სასმელი მოდის. დოკუმენტში არ ჩანს ნახტომისებური მოთხოვნა მაღალ ტექნოლოგიურ, ეგრეთ წოდებულ ჰაი-ტექ წარმოებაზე. გამოდის დოკუმენტი გვეუბნება, რომ ქართული ბიზნესი გადარჩენის და ზომიერი ზრდის ფაზიდან მოდერნიზაციის ფაზაში გადასვლის პროცესშია. ცდილობს ამას. ერთი მხრივ ინოვაციური ეკონომიკისკენ სწრაფვა ჩანს ICT სექტორის ზრდაში, თუმცა მეორე მხრივ ბიზნესის უდიდესი ნაწილი ისევ ტრადიციულ მოდელებში რჩება. კვლევა აჩვენებს IT სპეციალისტების, ინჟინრების და ანალიტიკოსების მწვავე დეფიციტს. აქ უმაღლეს განათლებას სჭირდება არა რაოდენობრივი ზრდა, არამედ ხარისხობრივი ტრანსფორმაცია, რომ კურსდამთავრებული პირველივე დღიდან იყოს პროდუქტიული. და რაც მთავარია, ეს კვლევა არაფერს ამბობს მეცნიერების განვითარებაზე. მაშინ, როცა ყველა საერთაშორისო რეიტინგი იმაზე მიუთითებს, რომ R&D არც საჯარო და არც კერძო სექტორის ძლიერი მხარე არ არის. თუ რეფორმის მიზანი მართლაც მეცნიერების და აკადემიური ხარისხის გაზრდა, მაშინ ამ კვლევას უნდა დაერთოს სრულიად სხვა ტიპის დოკუმენტი, მაგალითად სამეცნიერო ტექნოლოგიური ანალიზი, რომელიც განსაზღვრავს არა იმას, თუ რამდენი მუშახელია საჭირო, არამედ იმას, თუ რა ინტელექტუალური ღირებულება უნდა შექმნას ქვეყანამ გლობალურ კონკურენციაში გადასარჩენად. სულ ბოლოს, თუ განათლებას, განსაკუთრებით უმაღლეს განათლებას მხოლოდ ბიზნესის დაკვეთაზე
გავაგებთ, ჩვენ მივიღებთ ვიწრო სპეციალისტებს და არა მოქალაქეებს. ჰუმანიტარული და ფუნდამენტური მეცნიერებები, ფილოსოფია, თეორიული ფიზიკა, ისტორია, კვლევებში ყოველთვის წამგებიანად ჩანს, რადგან მათზე პირდაპირ ბიზნეს მოთხოვნა დაბალია. ამ სფეროების შემცირებით ქვეყანა კარგავს კრიტიკული აზროვნების, კულტურული ანალიზის და ინოვაციის უნარს, რაც გრძელვადიანად ეკონომიკასაც დააზარალებს. საბოლოო ჯამში, თუ განათლება მხოლოდ ბიზნესის დღევანდელ მეთოდონას ახყვება, ჩვენი ეკონომიკა რისკავს ჩარჩეს დაბალტექნოლოგიურ სერვისებზე ორიენტირებულ დონეზე. მართლა ბოლომდე მჯერა, რომ განათლება უნდა შექმნას მოთხოვნა და არა მხოლოდ უპასუხისმის. რა იყო შრომის ბაზრის კვლევაში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის როლი? ამას გვეტყვის ლევან უხვაძე, რომელიც სტუდიაში მიერთდება. მოგესალმებით, ბატონო ლევან. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. გავიმეორებ პირველ შეკითხვას, რა იყო BAG-ის როლი, ესე ვთქვათ, შრომის ბაზრის ანალიზის კვლევაში? შესავალში კარგად ახსენებდა, ჩვენ პარალელურად 2019 წლიდან აქვს ჩვენი კვლევა. მათ შორის წელიწადში ერთხელ 22 წელს, 23 წელს, 24-ში, 25-ში ბოლო კვლევა იყო. შრომის ბაზრის კვლევას ჩვენ თორ ვაკეთებთ, თუმცა ეს არ არის იმ ტიპის კვლევა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ წარმოადგინა. აქ არის სხვა ტიპის მეთოდოლოგია, შედარებით მარტივი. ეს არის IFO მიუნხენში არსებული ინსტიტუტზე დაფუძნებული, ასე ვთქვათ, მეთოდოლოგია, ბიზნეს ინდექსის კვლევის ნაწილია ეს და ამ კვლევაში ბოლო 2 წელია მუდმივად ჩანს ის პრობლემა, რომელიც შრომის ბაზარზე კომპანიებს აქვთ და ეს შეეხება როგორც დეფიციტის ნაწილს, იმიტომ რომ იცით თქვენ შემაფერხებელ ფაქტორებში 2023 წლიდან უკვე აქტიურად მოდის საინვესტიციო აქტივობა კომპანიების სურვილი, რომ ან გაფართოვდნენ, ან გადაიარაღდნენ, ან ტექნოლოგიურად სხვა ტიპის ასე ვთქვათ, საქმიანობაზე გადავიდნენ, მაგრამ შესაბამისი კადრების ნაკლებობას უჩივიან, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა ჩვენთან საკმაოდ მაღალია და ეს ეხებოდა როგორც კვალიფიციურ კადრებს, ასევე ჩვეულებრივად დასაქმებულობას. მაგრამ მე უკვე რომ ჩავდივართ ხოლმე სიღრმეებში, იქ ჩვენ ვხედავთ სექტორულ პრობლემებს. ეხლა ჩვენ ინდივიდუალურად ეს მეთოდოლოგია არ მოიცავს, რომ ყველა სექტორი იმ კლასიფიკატორებით, რომელიც გამოყენებულია ეკონომიკის სამინისტროს კვლევაში, ამ მხრივ ქონეს უმა. ჩვენ პირდაპირ დადარებად. ხო, ჩვენ 4 დიდ კალათაში, ეგრეთ წოდებულ ჭყალებში, ასე ვთქვათ, სექტორში ვყოფთ ამ მთელ ეკონომიკას, ეს არის მშენებლობა, ვაჭრობა, სერვისები და წარმოება, ადგილობრივი წარმოება და აქ ჩვენ ვხედავდით უკვე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით წამოვიდა მშენებლობის პრობლემები და სხვათა შორის ამ კვლევაშიც ეს ჩანს ეკონომიკის სამინისტროს კვლევაში და თუ ნახავდით თქვენ დეკემბრის კვლევაში 71% კომპანიებს ამბობს, რომ ძალიან უჭირს შრომის ბაზარზე შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მოზიდვა და დანარჩენი, ანუ 100% იძახის რომ პრობლემა აქვს, დანარჩენი იძახის რომ ასე თუ ისე უჭირს, ანუ 100% მშენებლობაში ამბობს რომ მას უჭირს. ხა სხვა სექტორებში დაახლოებით 10%-ის პარკლებში ამბობს რომ არ უჭირს, მაგრამ 90% საშუალოდ ჩდება რომ მათ უჭირთ როგორც კვალიფიციური კადრები, ასევე ზოგადად სამუშაო ძალა. ანუ საბოლოო ჯამში ამ კვლევებს დაიყრდნო, ესე ვთქვათ, შრომის ბაზრის ანალიზი, ეს იყო ძირითადად თქვენი შეხვედრა, რაც გქონია, მათ შორის ფაროვის პირველ პირთან, წინა პრემიერთან, ამ პრემიერთან და ამ შემდეგ ჩვენ ყოველთვის ამას უსვამდით ხაზს. ეხლა мотивация არის თუ არა ეს ჩვენი კვლევა და ჩვენი შეფასებები გამოყენებული ამ რეფორმისთვის, ალბათ ეს იმას უნდა ვკითხო, ვინც მერე უკვე ეს რეფორმა დაიწყო, ხო? მოდი უფრო ლოგიკური და უფრო ასტატივად დავსვამ კითხვას, ბატონო ლევან, ანუ ეკონომიკის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, შრომის ბაზრის ანალიზის კვლევის, აი ამ კონკრეტული კვლევის კონტექსტში თქვენთან მოვიდა და რა გთხოვთ? ეკონომიკის სამინისტროს ჩვენ ქონდა შეხვედრა, მათ შორის 2 შეხვედრა, ერთი იყო HR-ებთან შეხვედრა, ერთი იყო ამ ბიზნეს ინდექსის კვლევების რეტროსპექტული, ასე ვთქვათ, გავლა და მათ ეს ინფორმაცია ელემენტარულად მივაწოდეთ. ვის რა უჭირს, მოდი ასე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ, რომელ კომპანიას, რომელ სექტორს, იქ ახლა ამდენი ჭირდება, ამდენი არ ჭირდება, იქ ახლა რაოდენობა არ იყო და შესაბამისად იქ ვერც იქნებოდა რაოდენობაზე ლაპარაკი, იყო უფრო ხარისხობრივი, ასე ვთქვათ, შეფასებები, რომ რაღაც ყველა საინტერესო არის ხარისხობრივი თუ ჩავალთ, აი ხარისხობრივი კვლევები რო ახსენე. ძალიან სერიოზული პრობლემა ამ ყველგან საუბრის დროს იყო, რომ უნარები, იმიტომ რომ არავის აღარა აქვს მოლოდინი იყო, იმიტომ რომ ადრე სტერეოტიპი იყო ესეთი, რომ მაღლის სასწავლებლო სამთავრობო და მზა სპეციალისტი გამოდის და მეორე დღესვე დაასახმებდა. აი ეს სტერეოტიპი უკვე აღარ აქვს კომპანიებს, იმიტომ რომ თავარი ყველა ხდება რომ მაღლის განათლების
მთავარი ამოცანაა, რომ ის უნარები მისცეს, რაც შენ აღნიშნე, რომ მე უკვე ამ უნარების შესაბამისად ადამიანს კონდეს თუნდაც ორჯერ სამჯერ გამოდა ეს ტრანსფორმაცია და უნარების სააგენტო უფრო პროფესიული განათლების სფეროს გულისხმობს და მე უფრო ხო და მეორე კითხვა რაც იყო რომელი ტიპის კვალიფიკაციებზე გიჭირთ განსაკუთრებული პრობლემა იყო ეგრეთ წოდებული მაღალი კვალიფიკაციებზე, იქ სადაც უმაღლესი განათლება არის მოთხოვნა, იმიტომ რომ სპეციფიური ცოდნა ჩვენ მოდი პირდაპირ თქვათ რომ ბოლო 30 წელია ეს დიდად არ ჩანს. ამ ანალიზში ისევ ის ჩანს, არა, ჩანს ტექნიკური საგნები და აგრარული მეცნიერება, ტექნიკური საგნები, როგორც დეფიციტური ასე თქვათ, მიმართულებები, სადაც რეალურად მოთხოვნა მიწოდების ნაწილში სერიოზული დეფიციტია, ეს ჩანს, იმიტომ რომ ბაზარზე უფრო მაღალია მოთხოვნა, ვიდრე რეალური მიწოდება და ჩანს ისეც, რაზეც დაუშვათ ჩვენ მე მახსოვს ამ სტუდიაში ვისაუბრეთ, ის იყო USAID-ის ერთი პროექტი, სადაც ჩვენ ეგრეთ წოდებული გავყავით მეინსტრიმული პროფესიები და რო ვნახეთ ეს მეინსტრიმული პროფესიები ბაზარზე სტუდენტების, აბიტურიენტების მხრიდან ითვლებოდა ბიზნეს ადმინისტრება, სამართალი და სამედიცინო სფერო, არა ექთნობა, არა ექიმობა, უკვე ყველას გამზადებული ექიმობა უნდა და ეს ჩვენ თუ გახსოვს, არ ვიცი გახსოვს თუ არა, სწორედ ამ სტუდიაში რამოდენიმე შეხვედრა გქონდა, სიუჟეტები ვაკეთეთ ერთობლივად, ვცდილობდით იმ ტიპის არამეინსტრიმული პროფესიების წარმოჩენას რაღაცნაირად, რომ ახალგაზრდებში, აბიტურიენტებში ინტერესი გაჩენილიყო, რომ ახლა მაგალითად ეს კვლევაც აჩვენებს, რომ 7000 ბავშვი ბიზნეს ადმინისტრებაზე აბარებს და 3500 ნახევარი არის დროპაუტი, ანუ ძალიან მაღალია, ანუ ყველას გონია რომ ეს არის გამოვადა რაღაც ჩადოსნური ჯოხი ექნება, დაადებს და ბილ გეიტსი გახდება ყველა, ეგეთი რამე მენტალურად რომ რაღაცნაირი ტრანსფორმაცია საჭირო და ეგრეთ წოდებული არამეინსტრიმული პროფესიების ახალისებაა საჭირო. ეს მე მგონი ყველა გახდებით ამ ანალიზში ცოტა ის იყო რა ქვია გიმილის მომგვრელი იყო ეკონომისტების და ბიზნესის ადმინისტრირების გამიჯვნა რომ თითქოს ეკონომისტები ნაკლებად გვჭირდება და აი ბიზნესის ადმინისტრირების ნაწილში ხალხი უფრო მეტად გვჭირდება გეგონება ესენი ერთმანეთთან დაკავშირებული ეკონომისტები იდეაში კაი ეკონომისტები კარგი ეკონომისტები ნამდვილად გვჭირდება სამწუხაროდ რის დეფიციტი ბაზარზე არის იმიტომ რომ ჩვენს რამოდენიმეჯერ გქონია სურვილი და რეალური კარგი ეკონომისტების პრობლემა ბაზარზე ნამდვილად არის დაგეთანხმებით. მაგრამ აი გუშინდელ შეხვედრაზეც მე იმას ვავობდი, გასაგებია ეს რეფორმა ჩვენ დავაანონსეთ, რაოდენობები თქვით, მაგრამ პრობლემა ცოტა სხვა შეიძლება აღმოჩნდეს და ის პრობლემა არ აღმოიფხრას, იმიტომ რომ რეალურად წარჩინებული ბავშვები, რომლებიც სკოლას ამთავრებენ, მოდი ახლა წარჩინებულ რაღაც გამორჩეულ რაღაცა კლასტერად ჩამოაყალიბეთ, ვეკოა კომაროვი და კიდე რამდენიმე მათემატიკური სკოლა, რაღაცა უნარები აქვს, რომელსაც შეუძლიათ საინჟინრო მიმართულებით ძალიან აქტიურად ისწავლონ, იმიტომ რომ საინჟინროზე სწავლა არის ურთულესი, შეიძლება უფრო რთული ვიდრე ფიზიკურზე და მათემატიკურზე. თუ შენ მართლა თავს მიუძღვინე და სწავლობ. შესაბამისად, რა გავაკეთოთ იმისაც, რომ ეს ბავშვები არ მიდიოდნენ ყველანი ბიზნეს ადმინისტრებაზე და რაღაცა ნაწილი წარჩინებული სტუდენტების მოდიოდნენ ამ ფაკულტეტზე. ეს გამოწვევა არის და ამაზე შენ ახლა სწორი აღნიშნე, რეალურად ეს არის კვლევა, ეს არ არის გადაწყვეტის ასე ვთქვათ გზების შეთავაზება. ეს არის კვლევა, რომელიც სიმპტომს აჩვენებს, რომ პრობლემა გვაქვს. თელ კონცეფციას ეძება საფუძვლად. კონცეფცია ეს არ არის. არა, კონცეფცია არ არის. ეს არის კონცეფციას ეს დავუდეთ პირდაპირ ხო, ეს სიმპტომია. კი, არა, ეს სიმპტომია და შემდგომ უკვე ამაზე რას დააშენებ, ახლა იმით გადაწყვეტონ და დაშენების დროს ჩვენ მარტივ რამეს ვეუბნებით, რომ რა გავაკეთოთ, რომ ეს წარჩინებული ბავშვები ასევე აქაც მოდიოდნენ ამ სპეციალობებზე და მე ამ სპეციალობებზე ჩაბარება იყოს დაუშვათ 100 ბავშვი და 0 არ გამოდიოდეს, ან დროპაუტი მაღალი არ იყოს და შედეგი 0 არ დგებოდეს. კი ბატონო, ბოლოსკენ მაინც დავაზუსტებ, ანუ რეალურად რაიმე ტიპის თვისებრივი კვლევა კონკრეტულად თქვათ ბიჯის ქოლგის ქვეშ არსებულ ბიზნესებთან ჩატარდა თუ თქვათ შედის აი საქსტატის იმ 12500 თუ 19500 საწარმოში, რაც გამოვკითხეთო საქსტატიც. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ შეხვედრები არის თვისებრივი კვლევის ნაწილი, მაშინ ამ ლოგიკით შეხვედრა იყო. მაგრამ კლასიკურად რამდენად არის ახლა თვისებრივი კვლევა შეხვედრა, ახლა ეს სხვა საკითხია, არ არის. სხვა ექსპერტებმა უნდა შეაფასონ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ტიპის დიალოგი და საუბარი კომპანიების დირექტორების და HR-ების დონეზე ეკონომიკის სამინისტროს ჩვენთან გქონდა ნამდვილად. ამას შემიძლია დავადასტურე. ახლა ფაქტია და იმას ვარ, მათ შორის გაშუქდა ეს მედიაში მაშინდელი შეხვედრა
მათ შორის ერთი იყო თუ არ ვცდები 9 დეკემბერს მე ფიზიკურად საქართველოში არ ვიყავი და ვერ დავესწარი, ასე რომ კონტენტსაც ვერ გეტყვი. ანუ რეალურად ამ შეხვედრების კომპილაცია არის ესე ვთქვათ მოცემული. ეს რაც ჩვენ ნახეთ, ეს სუფთა რაოდენობრივი კვლევა. ჩართული იყო. მოდი ასე ვთქვათ, ეს სუფთა რაოდენობრივი კვლევა. შენ როცა თქვი უმაღლეს განათლების კონცეფცია მოიცავს ეს არის ურთულესი და უცხოელესი თემაა. ეს კვლევა ეს არ არის კონცეფცია, რომელ უნივერსიტეტში, რამდენმა უნდა ისწავლოს და რომელ უნივერსიტეტში ეს კვლევა დაედო საფუძვლად. ეს არის ეს კვლევა, მოდი ასე ვთქვათ, გუშინდელ შეხვედრაზეც ცალსახად თქვით, გუშინდელ შეხვედრაზეც ცალსახად თქვით, რომ ის პრინციპები უკვე რაზეც ცალკე თქვეს, ითქვა, რომ უმაღლეს განათლების რეფორმა რას უნდა დაეფუძნოს, ის პრინციპები ცოტა ასე ვთქვათ, ზედნაშენია უკვე. ამ დოკუმენტზე ეხა ვინ როგორ დააშენებს და რას დააშენებს ეს უკვე არა პასუხისგებლობა რა შუაშია მოდი ასე ვთქვათ რომ მე მჭირდება ნორმალური ინჟინერი ოღონდ ეს არნიშნავს რომ მე მჭირდება ინჟინერი რომელიც ხვალვე დავასაქმებ მე მზათა ვარ შენ უნარები მიეცი და მე მზათა ვარ 6 თვე იქნება 1 წელი იქნება წელიწად ნახევარი კონკრეტული სამუშაო ადგილისთვის მოამზადო ეს ინჟინერი მაგრამ უბრალოდ ეს ეგრეთ წოდებული ნედლი მასალა რომელიც მე უნდა მოვიყვანო 5 წლის წინ, 10 წლის წინ იყო რომ პირდაპირ მის ამასალას ვითხოვდით, რაც არასწორი იყო. ეხლა უკვე საუბარია აღარ მინდა მე ფართო ჩამონათვალი ის კონდეს ეს კონდეს უბრალოდ უნარები კონდეს რომ ეს ადამიანი კონკრეტული სამუშაო ადგილის მომზადო, ეს არის ბიზნესის დაკვეთა და მე როგორ რომელ უნივერსიტეტში რამდენმა უნდა ისწავლოს, ეგ ბოდიშთა ჩვენი გადასაწყვეტი ნამდვილად არა. კი ბატონო, უღრმესი მადლობა ლევან. ლევან ვებხვაძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში, მადლობა მას. რაც შეეხება მოთხოვნას ეს არის ყველაზე საინტერესო ჩვენმა სიღრმისეულმა კვლევამ გამოავლინა რომ წელიწადში საშუალოდ გვჭირდება 678 იურისტი შესვლა შრომის ბაზარზე. ანუ მოთხოვნა არის 678 იურისტზე ყოველწლიურად, მაშინ როდესაც 3600 აბარებს იურიდიულზე და ამთავრებს 2050. პრაქტიკულად წირავდით სტუდენტებს იმისათვის რომ ისინი გაივლიდნენ კონკრეტულ კურსს, მიიღებდნენ უმაღლეს განათლების დიპლომს და ვერასოდეს შეძლებდნენ საკუთარი დიპლომის შესაბამისად დასაქმებას. რომელია დეფიციტით გამორჩეული მიმართულებები, აქ აღკარად ჩანს, რომ პედაგოგიკა არის ერთ-ერთი ასეთი მიმართულება, სადაც გვყავს ნაკლები სტუდენტი, ვიდრე არის შრომის ბაზრის მოთხოვნა. საინჟინრო ტექნიკური მიმართულებებით არის უმეტეს შემთხვევაში დაფიქსირებული დეფიციტი, ეს ეხება მშენებლობას, ანუ გვჭირდება იმაზე მეტი მშენებელი ვიდრე დღეს უმაღლეს განათლების სისტემა აწვდის შრომის ბაზარს, ქიმიური ტექნოლოგია და მეტალურგია, ენერგეტიკა, ტრანსპორტი ამ მიმართულებებითაც არის ნაკლებობა. საელექტრონო და სამიანო საქმე, სოციალური მუშაობა, ეს არის ის სფეროები, სადაც მკვეთრი დეფიციტი ფიქსირდება მიწოდების კუთხით. ეკონომიკაშიც გვაქვს სიჭარბე, რაც შეეხება ბიზნესის ადმინისტრირებას, აქ რეალურად დაბალანსებულია მონაცემები, თუმცა აქ სხვა პრობლემას ვაწყდებით. რეალურად იმის გამო, რომ კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის დონე არ არის საკმარისად მაღალი, რეალურად შრომის ბაზარზე მაინც ფიქსირდება მკვეთრი დეფიციტი. ნუ აქ არის თავსებადობა ციფრებს შორის, რიცხვებს შორის, ანუ რამდენსაც უშვებს უმაღლესი განათლების სისტემა, იმდენზე არის მოთხოვნა შრომის ბაზარზე, რეალურად ასეა, თუმცა კვალიფიკაციის პრობლემის გამო რეალურად მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის დეფიციტი. უმაღლესი განათლების რეფორმასთან ამ ანალიზის მასზე გავაკეთებთ ახლა აქცენტს სტუმრები უკვე მაგიდასთან არიან იაგო კაჭკაჭიშვილი, ლელა ჩახაია, ირინა გოცირიძე არიან ჩემთან ერთად მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში მაინტერესებს რა გაიგეთ დამატებით, ესე ვთქვათ, შრომის ბაზრის ანალიზიდან და ამ ანალიზის გაცნობამ საბოლოო ჯამში მოხსნა თუ გაამრავლა კითხვის ნიშნები, რომლებიც ისედაც მრავლად არსებობდა, ესე ვთქვათ, განათლების რეფორმასთან და კონკრეტულად უმაღლესი განათლების კონცეფციასთან მიმართებით. ბატონო იაგო, დავიწყებთ თქვენგან და სამივე საზრს მოვისმენთ. მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. ელენე პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ ყურადღებით უსმინეთ თქვენს შესავალ სიტყვას და ის იყო იმდენად შთამბეჭდავი, რომ ფაქტობრივად თქვენ ესე იგი ჩვენი სათქმელი თქვით და ახლა მხოლოდ იმას შევეცდებით, რომ კიდევ უფრო მეტად გავავწოთ ის, რას თქვენ თქვით, ან კიდევ უფრო მეტად დავაზუსტოთ. ეს იყო მართლა ძალიან შთამბეჭდავი შესავალი სიტყვა. ახლა რა გავიგეთ ამ კვლევიდან და გააჩინა თუ არა მან უფრო მეტი კითხვა, ვიდრე მანამდე არსებობდა. კი, ნამდვილად გააჩინა. ამ კვლევას გააჩნია
ბევრი მიმართულებით ძალიან ბილად რომ თქვათ კითხვის ნიშნები, თუმცა ჩემი აზრით ასევე ხარვეზები მე ხა ყველაფერს ამ წუთას ვერ მოყვები, მაგრამ ასე ვთქვათ დისკუსიაში თან შემეძლება გავშალო ეს საკითხი. პირველი, რასაც მინდა ყურადღება მივაქციო და რაც გვაჩვენა ამ კვლევამ, საერთოდ უნდა ვთქვა, რომ ეს კვლევა მე ვერ ვიტყვი, რომ არის უსარგებლო, არა, ამს არ შეიძლება. ამ კვლევას აქვს თავის ღირებულება, კვლევის შედეგები შეიძლება გაითვალისწინო, ასე ვთქვათ, ახალი ინფორმაცია ამ კვლევის შედეგების საფუძველზე მიიღო. ანუ ეს კვლევა უსარგებლო ყველა მიმართულებით არ არის, ცხადია, მას აქვს თავის სარგებელი, მაგრამ ის არის უსარგებლო იმ მიზნისთვის, რა მიზნითაც ის გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ და გავიხსენოთ კიდევ ერთხელ რა მიზნით გამოიყენა იმისთვის, რომ სასწავლო პროგრამების ფარგლებში სტუდენტთა რაოდენობები, ანუ კვოტები განესაზღვრა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, უმნიშვნელოვანესი ცვლილება, ასე ვთქვათ, უმაღლეს განათლების სფეროში და ამ ცვლილებას დაედო საფუძვლად სწორედ შრომის ბაზრის კვლევა. შეიძლება ითქვას, რომ შრომის ბაზრის კვლევა ასევე საფუძვლად დაედო იმასაც, თუმცა იქ სხვა პრინციპი იყო გამსაზღვრალი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ირიბად ეს კვლევა მონაწილეობდა ასევე იმაში, რომელიც სასწავლო პროგრამა გაიხსნას, თუ პროფესორად შენარჩუნდეს, ან რომელი დაიხუროს. ის რაც ამ კვლევამ აჩვენა, თუმცა ეს ჩემამდე ამ კვლევის უკაცრავად ამ კვლევის შედეგების გაცნობამდე ჩემთვის ნათელი იყო, არის ის და დაადასტურა უბრალოდ ამ კვლევის პრეზენტაციამ და აქედანვე გამომდინარეობს ამ კვლევის პოლიტიკაზე მიბმის, განათლების პოლიტიკაზე მიბმის მთავარი ხარვეზი აჩვენა სიბეჭავი ან უბადრუკობა შრომის ბაზრის. ანუ ის თუ როგორი განუვითარებელი შრომის ბაზარი, როგორი ჩამორჩენილი შრომის ბაზარი აქვს დღეს საქართველოს, რომელზედაც მხოლოდ ასე ვთქვათ თითზე ჩამოსათვლელი სპეციალობებია მოთხოვნადი და ეს არის მართლაც ღარიბი, ასე ვთქვათ, შრომის ბაზარი და მას ამოცანა აქედან გამომდინარე უნდა იყოს არა ის, რომ ამ გაღარიბებულ, დაბეჭავებულ შრომის ბაზარს მოარგო აკადემია და მოერგო, ასე ვთქვათ, საუნივერსიტეტო სისტემა და სასწავლო პროგრამები, არამედ პირიქით ამოცანა უნდა იყოს ის, რომ შრომის ბაზარი გაამრავალფეროვნო, განავითარო და უთხრა შრომის ბაზარს, რომ შენ გჭირდება იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, შრომის ბაზარზე თანამედროვე შრომის ბაზარი გახდეს თანამედროვე მიღწევების ადეკვატური, შენ გჭირდება გამოიყენო ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიები და ძალიან მნიშვნელოვანი სპეციალობები, მაგალითად სოციოლოგები, ხო? იქ აღმოჩნდა, რომ თურმე დაკლეთა სოციოლოგებზე არის 4 თუ 5 სოციოლოგი იყო, ესე იგი თურმე ამდენი სოციოლოგი დასაქმდა, ესე იგი. ეს არის ჯერთი ეს თავისთავად ძალიან მცდარი მონაცემია და ვიტყვი ამასაც რატომ, მაგრამ ეს 4 და 5 სოციოლოგზე დაკვეთა ნიშნავს იმას, რომ შრომის ბაზარი არ არის რელევანტური, მას არ აქვს გაცნობიერებული ამ პროფესიის საჭიროება. ის რომ მაგალითად რაიმე კანონმდებლობის შემოტანა საქართველოში აუცილებლად გულისხმობს ამ კანონმდებლობის საზოგადოებრივ აზრთან ადაპტაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის იქნება, ასე ვთქვათ, ხისტი ინტერვენცია, რომელიც არ იმუშავებს და ასე შემდეგ, არა, იქ სადაც საზოგადოებრივი აზრის ჩართვა საჭირო, ყველგან გჭირდება, არა, სოციოლოგია. ამიტომ შრომის ბაზარს უნდა ასწავლო, უნდა აუხსნა სხვადასხვა სპეციალობის საჭიროება. თუმცა მე ერთ მეთოდო ეს არ შემიძლია რო არ თქვა, იმიტომ რომ შეიძლება მე დამავიწყდეს ერთ მეთოდოლოგიურ ხინჯზე თუ ხარვეზზე მინდა გავამახვილო ყურადღება. აქ ყველა სპეციალობაზე მოთხოვნა მიწოდების თანაფარდობა ერთ ქვაბშია ჩაყრილი, თუ შეიძლება ასე ითქვას, არა, ანუ აღებულია აბსოლუტურად ყველა სფერო და ყველა სფეროსთან მიმართებით გაიზომება ამა თუ იმ სპეციალობის საჭიროება. ანუ გენერალური ერთობლიობა სოციოლოგიის ენაზე რომ ვთქვათ, არა, არის ყველა ტიპის საქმიანობა, იქნება ეს პროფესიული საქმიანობა, იქნება ეს მაღალი სპეციალისტების
დასაქმება და ასე შემდეგ. ეს არ არის სწორი და აქედან არის გამოყვანილი შემდეგ ასე ვთქვათ ჩერჩევით ცდომილება თითოეულ სპეციალობაზე საჭიროების. ხო, ეს არ არის სწორი. აი მაგალითად ძალიან მარტივად რომ აუხსნა მკითხველს, მაგალითად მაყურებელს ვუკაც რა. ჩვენ თუ ვსწავლობთ შეზღუდული შეძლებლობის მქონე პირების დასაქმება საქართველოში, გენერალური ერთობლიობა ვერ იქნება მთელი საქართველოს მოსახლეობა, არამედ იქნება ამ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, კერძოდ ის ოჯახები, რომლებსაც ყავთ შეზღუდული შეძლებლობის მქონე პირები. რატო ვამბობ ახლა ამას? იმიტომ რომ შეუძლებელია სოციალური მეცნიერებების საჭიროება, უფრო კონკრეტულად სოციოლოგიის საჭიროება განსაზღვრო ამ პროფესიისთვის არარელევანტური სფეროებისთვის და აქედან გამოიყვანო შენ აუცილებლად უნდა აიღო ის ესე იგი საქმიანობები ის სადაც რეალური მოთხოვნა სადაც ლოგიკურია რომ სოციალურ მეცნიერებებზე ან ფილოლოგებზე ან ექიმებზე არ აქვს მნიშვნელობა რომელ პროფესიას აიღებ და დაკვეთა შეიძლება პრინციპში არსებობდეს ასევე ვთქვათ გაათანაბროს საჯარო სექტორი და კერძო სექტორი და ერთიან დეფიციტზე ისაუბროთ ანუ ეს მეთოდოლოგიური ხარვეზი ნამდვილად არსებობს იქ თითქოს წერია რომ 9%-იაო შერჩევის ცდომილებაა ეს ასე არ არის გაცილებით დიდია შერჩევის ცდომილება თითოეული პროფესიისთვის იმიტომ რომ გენერალური ერთობლიობა ამ პროფესიის ამა თუ იმ პროფესიის ადეკვატურად არ არის განსაზღვრული და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი ძალიან მარტივ რამეს გასაგებს მსმენელისთვის რომ იცით რა ვინა ჩვენ თქვენ ახალგაზრდა ხართ ისევ მაგრამ ნუ ახალგაზრდა რომ მოდის რომ იღებს გადაწყვეტილებას რა ისწავლოს ის ხო პირველ რიგში გადაწყვეტილებას იღებს თავისი ინტერესის შესაბამისად მე მაინტერესებს ფილოსოფია და მინდა ჩავაბარო უნივერსიტეტში და ვისწავლო ფილოსოფია და უკაცრავად სულ არ მაინტერესებს ამის მერე სად დავსაქმდები ამ დავსაქმდები თუ არა როგორ შეიძლება ახალგაზრდას აი ეს ასე ვთქვათ არსებითი და ძირეული ინტერესი წაართვა და თქვა რომ იცი რა მოდი მოიშორე ეს ინტერესი და სწორება გააკეთე შრომის ბაზარზე ასე ხისტად აკადემიის მიღმა შრომის ბაზარზე არის უბრალოდ შეცდომა ქალბატონო ირინა, აი რატომ ვერ ხედავენ დღეს ვთქვათ მასობრივად აბიტურიენტები და მათი მშობლები, აი განსაკუთრებით ბოლოში რაც თქვა ბატონმა იაგომ, ხო, რომ ეს როგორც არ უნდა შევფუთოთ, მაინც ესე ვთქვათ არჩევანი იზღუდება სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების შემთხვევაში. ვერ გეტყვით ეს ალბათ კითხვა ჩვენ არ ვიცით ისინი ამას ხედავენ თუ არ ხედავენ. კი ბატონო. იმიტომ რომ ამ მიმართულებით კვლევა ხوارავს ჩაუტარები. როგორ რეაგირებს აი ეს სექტორი, რომელიც არის ჩვენი აბიტურიენტების ოჯახები, მათი მშობლები, ბებიები და ბაბუები, ისინი ხშირად ძალიან აქტიურები არიან, როგორ რეაგირებენ ისინი ამას. იმიტომ რომ ისინი ხედავენ რომ აჰა აი მაგალითად ტექნიკური მიმართულებით, საინჟინრო მიმართულებებზე არის მოთხოვნა და მინდა გითხრათ რომ უმეტესი პროგრამები რჩება 4 წლიან საბაკალავრო ციკლში და ფიქრობენ, ნუ რატომაც არა, თუ კი არის ინჟინერზე მოთხოვნა, მე შემიძლია რომ ჩემი უკვე დაფინანსებულ პროგრამაზე ჩემმა შვილმა ჩააბაროს აქ. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ბატონმა იაგომ თქვა. იმიტომ რომ თუნდაც საინჟინრო მიმართულებებზე რომ ვისაუბროთ, ხო? შრომის ბაზრის კვლევა ეს ძალიან კარგია და მაგრამ მისი მხოლოდ რაოდენობაზე მიფრმა ეს არის არასწორი. იმიტომ რომ უმაღლესი განათლება საუნივერსიტეტო განათლება, ამას ხაზგასმით ვამბობ, ეს არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე სტუდენტს გამომუშაო მე ის უნარები, რომლებიც შრომის ბაზართან არის მოთხოვნა, რომელსაც ითხოვს შრომის ბაზარი, ხო? იმიტომ რომ აქ სად წავიდა ცნობიერება და ცოდნის განვითარება. მე მჭირდება ახალგაზრდა, რომელსაც ექნება არა მარტო ეს მიმდინარე ტექნიკური უნარების ჩვევები გამომუშავებული, არამედ ის იქნება მომზადებული იმისთვის, რომ ცოდნა, რომელსაც ის ღებულობს, მიეხმაროს მას თავის
ასე თქვათ, პროლონგირებულ, ანუ უფრო გავმარტო გრძელვადიან ადაპტაციაში, ცვლილებებისთვის. ანუ მე მას ვამზადებ არა უშუალოდ აი დაამთავრა და სამუშაო იშოვა, არამედ რაზეც თქვენც გქონდათ აპელირება, ხო რომ მას უნდა გქონდეს აუცილებლად ეს ტრანსფერული უნარები. მეორე, ხო, აი იგივე კრეატიულობა და ინოვაცია, ეს ხომ აუცილებელია იმისთვის, რომ ცოდნა განვითარდეს და ასეთ შემთხვევაში მისი აი ასეთი რაღაც საზღვრებში მოქცევა ასეთ კრეატიულობას მე მგონი ხელს უშლის და მესამეც ეს რომ ფაქტიურად უნივერსიტეტმა უნდა ასწავლოს სტუდენტს როგორი არის მისი შეხება სოციუმთან, კულტურასთან, იგივე დავუშვათ ეთიკასთან, ხო და რომელი დავუშვათ ბაზრის კვლევა გიჩვენებთ თქვენ ამას რამდენად არის ეს გათვალისწინებული იმ საუნივერსიტეტო პროგრამების განსაზღვრაში, რომლებაც ასეთი ჩვევები, ასეთი ცოდნა გაცნობიერება და უნარები უნდა მისცეს. ლევან ვაფხაძემაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ გვკითხეს, სად არის დეფიციტი, ჩვენ ვუპასუხეთ, სად არის დეფიციტი, ახლა დანარჩენი სხვა პლანში უნდა გადავიდეს და სხვანაირად უნდა დამუშავდეს, ანუ არც ბიზნესი არ ითხოვს იმას, რომ პირდაპირ მიაბი რაოდენობას ან პირდაპირ მიაბი ერთი შეიძლება მოვიყვანო მაგალითი. არსებობს ასეთი ABET აკრედიტაციის ორგანიზაცია ამერიკაში, რომელიც განსაზღვრავს საინჟინრო პროგრამების და საინჟინრო ტექნოლოგიების მიმართულებით პროგრამების ბაზართან კი არა, საერთოდ აი ამ პროგრამების სტანდარტებს. ამ ორგანიზაციას, ეს ორგანიზაციის მუშაობა არის დაფუძნებული 38 სხვადასხვა პროფესიულ ასოციაციის, ასე ვთქვათ, მუდმივ კავშირს. ეს არ არის ბიზნეს ასოციაცია, ეს არის სამოქალაქო ინჟინერიის ასოციაცია, ეს არის ბიომედიცინის ინჟინერთა ასოციაცია, ქიმიური ინჟინერთა ასოციაცია, პეტროლიუმის, სხვადასხვა. ანუ დარგის სპეციალისტები, ადამიანები, რომელმაც მაგალითად IBM-ში იმუშავა საკმაოდ დიდხანს და არის ამ დარგის პროფესიონალი. ისინი განსაზღვრავენ იმას, როგორი უნდა იყოს აი ამ მიმართულებით, ამ პროფესიით მომზადების სტანდარტი, რა უნდა იყოს პროგრამის მიზანი, როგორი უნდა იყოს სწავლის შედეგები, როგორი უნდა იყოს კურიკულუმი, რომელიც აქ არის გამოყენებული და ახლა STEM სპეციალობების შემთხვევაში, ხო, აბედი მკაცრად გისაზღვრავს, რომ შენ 45 კრედიტი უნდა მათემატიკას და ფუნდამენტური მეცნიერების შესწავლას დაუთმო. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კიდევ კარგი რომ არ მოხდა ამ პროგრამების შემცირება მიმართულებით, სწავლის ხანგრძლივობის შემცირება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, რომ 180 ან თუნდაც 200 კრედიტში ჩატიო ის ცოდნა, რომელიც შენ გჭირდება ასეთი სტანდარტით ინჟინრის მომზადებაში. მადლობა. ლელა, რა რისკები რჩება, ესე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ აი ეს 12 გვერდიანი, ესე ვთქვათ, პრეზენტაცია ჩვენთვის ცნობილია, უფრო ვრცელი კვლევა არ ვიცით, საერთოდ იქნება თუ არა ჩვენთვის ხელმისაწვდომი და როგორც გაირკვა, მე რის იმედიც მქონდა, რომ ვთქვათ, BAG თვისებრივ ნაწილშიც ჩართული იყო, ეს როგორც ჩანს, ასე არ არის. ეს ძალიან საინტერესო საკითხია თავისთავად, იმიტომ რომ ჩვენც მოველოდით, რომ რაღაც ვრცელი დოკუმენტი დაიდებოდა და მართლაც მეტი კითხვა გააჩინა ამ პრეზენტაციამ, ვიდრე პასუხია, იმიტომ რომ ზუსტად ის არ ჩანს, რაც ყველაზე ძალიან გვაინტერესებს. ის აი ის რეგულარული საწარმოების მოთხოვნა უნარებზე ეს კვლევა, რომელიც 2017 წლიდან ტარდება, ეს ვიცით, ან ბევრმა ადამიანმა, ვინც მეტნაკლებად კვლევებზე ვმუშაობთ, ვიცოდით ეს კვლევა ისედაც ხო, რომ არსებობს და მისი შედეგებიც მეტნაკლებად მე პირადად მიმუშავია, მაგალითად ამ კვლევების შედეგებზე ადრე წინა წლებში. თუმცა აი აქედან როგორ მივედით ამ კოტებამდე და უფრო კონკრეტულად როგორ მივედით ამ კოტების სხვადასხვა უნივერსიტეტებში განაწილებამდე, ეს ისევ რაღაცა შავი ყუთია პირადად ჩემთვის და ალბათ ყველასთვის,
თუ კი არ რაღაცა უფრო დეტალური ინფორმაცია არ მოგვაწოდეს და მე ჯერ კიდევ იმედი მაქვს რომ უფრო დეტალურ კვლევას ვნახავთ. ეხლა ძალიან ბევრი ისაუბრეთ თქვენს იაგომაც ქალბატონმა ირინამაც იმაზე რომ რა თქმა უნდა უმაღლესი განათლება არ არის იმისთვის შექმნილი რომ ავტომატურად შრომის ბაზრის მოთხოვნა დააკმაყოფილოს ისიც შრომის ბაზრის ასეთნაირად შეგროვებული, იმიტომ რომ თვითონ ამ საწარმოების კვლევასაც წინ თუ შესავალში ნახავთ და მიზანს წაიკითხავთ, იქ არსად იქ არის ჩამოთვლილი რა მიზნები აქვს ამ კვლევას, თუმცა არსად არ წერია რომ კვლევის მიზანი არის ის რომ უკარნახოს მაგალითად უმაღლეს განათლებას რამდენი პროფესიონალი მოამზადოს ამა თუ იმ სფეროში. ეს ნამდვილად არ არის ამ კვლევის მიზანი და კვლევის ავტორები, მეთოდოლოგიის ავტორები ამას ამბობენ. და ეს რა თქმა უნდა თავისთავად ცხადია, მაგრამ ასევე ძალიან საინტერესოა ის რომ თვითონ აი ამ 12 გვერდიანშიც კი რაც გამოჩნდა ისიც არ არის შეუსაბამობაშია იმასთან როგორ განაწილდა კვოტები. აი მაგალითად ის რომ თურმე აღმოჩნდა რომ მასწავლებლების დეფიციტი გვაქვს ხო? მაგრამ ამ დროს ვხედავთ რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააუქმეს მასწავლებლების მომზადების პროგრამები, ილიას უნივერსიტეტში რომელიც ასევე არის ტრადიციულადაც მასწავლებლის მომზადების პროგრამების ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი კერა შემცირებულია კატასტროფულად შემცირებულია მასწავლებლების მომზადების კვოტები. სრულიად არც ერთ უნივერსიტეტში საქართველოში არ არის გამოყოფილი დაწყებითი მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 0 ადგილია გამოყოფილი. ანუ ეს შეუსაბამობაშია იმასთანაც რაც გამოაცხადეს. ახლა ასევე რაც შეუსაბამობაშია დასაქმების პოტენციალთან. ანუ ის რომ შევამოწმოთ, თქვათ, რამდენად დასაქმებადია თითო პროფესია, ხო, ან პროგრამა. ერთი გზა არის რომ კითხო ბიზნესის თუ საწარმოების წარმომადგენლებს ვინ გჭირდებათ მომავალი 5 წლის განმავლობაში. მაგრამ ასევე შეგიძლია შეამოწმო კონკრეტულ პროგრამებზე კურსდამთავრებულები როგორ საქმდებიან. აი სეტის მაგალითი არის ძალიან აშკარა მაგალითია, მაგრამ აი ესეთთან ერთად ასევე მინდა ვახსენო ილიას უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, რომლის იმიტომ მინდა ვახსენო რომ მეც მონაწილეობდი ამ პროგრამის დაფუძნებაში. ძალიან წარმატებული პროგრამაა კალიფორნიის უნივერსიტეტთან ერთად შემუშავდა ეს პროგრამა ძალიან პოპულარული მაღალია ყოველთვის მოთხოვნა დიდია მიიღება ძალიან მაღალი დასაქმების მაჩვენებელი აქვს თავისი პროფესიით და წელს გამოყვეს მხოლოდ 5 ადგილი ანუ ის იმ დასაქმებადობის პრინციპსაც სრულიად არ შეესაბამება ასევე როგორ განაწილდა ეს კვოტები სხვადასხვა პროგრამებში ეს არის საინტერესო, იმიტომ რომ ვთქვათ, აი მაგალითად ვინ გადაწყვიტა, რომ რაღაცა პროგრამა მაგალითად უფრო დასაქმებად სტუდენტებს უშვებს ერთ უნივერსიტეტში და არა მეორეში. ანუ ეს არ არის შესწავლილი. და ერთი რაღაცა რაც ასევე მინდა ვახსენო და რაზეც საერთოდ არ არის საუბარი და არ ვიცი ყველას ესე გამორჩებათ ხოლმე თუ რაშია საქმე, მაგალითად როცა ვამბობთ, რომ ვთქვათ არის საჭირო 700 იურისტი, ხო თუ 678 ძალიან ზუსტად. და მაგრამ იურიდიულზე ვიცით რომ არის ძალიან ბევრად მეტი მოთხოვნა, ხო? და ჯერ ერთი მართლა როგორც ბატონმა იაგომ თქვა, იგებ უნდა ამ ადამიანს იურიდიულზე სწავლა და მისი მოწოდება იურისპრუდენციის შესწავლა და სულ არ აინტერესებს დასაქმება თუ არა. ნუ ესეც რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ, ხო? მაგრამ ეგეც რომ არ იყოს აი ესეთი სტუდენტი რო იყოს მოწოდებული და რო წავიდეს, თქვათ, კერძო უნივერსიტეტში, რომელშიც შარშან მაგალითად რო გადავხედო ძალიან ბევრ კერძო უნივერსიტეტში რჩება აუთვისებელი ადგილები მაგალითად იურიდიულზე ან ბიზნეს ფაკულტეტზე, ხო? და ის სტუდენტები, რომლებიც თქვათ, ვერ ხვდებიან აქ, იმის მაგივრად რო კი არ ადგებიან და რაღაცა გაზრდილ ფაკულტეტზე რაოდენობაზე ჩააბარებენ, სწავლენ და იურიდიულზე ჩააბარებენ კერძო უნივერსიტეტში და მე ემ საჯაროს და კერძოს დამთავრებული, ხო ისევ ერთი და იგივე შრომის ბაზარზე მოხვდება. ეს შრომის ბაზარი ხო არ განასხვავებს, რომ მე ჯერ საჯარო უნივერსიტეტის დამთავრებულებს მივიღებ და როცა ამომეწურება შევსება, მე იქედან მივიღებ. არ ვიცით, არ უკანახოთ ეგ. არა, მე ამას იმიტომ რომ კერძო უნივერსიტეტებიც უნდა დაფიქრდნენ, იმიტომ რომ ასეთ მკაცრ კვოტირებას აზრი აქვს მაშინ, თუ კი ყველა უმაღლეს სასწავლებელზე მოქმედებს, თუ არა და რა თქმა უნდა ეს ანუ არ ვიცი ამაზე არის ნაფიქრი თუ არ არის ნაფიქრი თუ აწიფიქრებენ, მაგრამ რა თქმა უნდა, ანუ ეს უბრალოდ იმიტომ რომ ბევრი წინააღმდეგობრიობა თვითონ ამ გეგმაშიც და ნუ ასევე გარდა იმისა რომ არაფერი ვთქვათ რომ
რაღაცა პროფესიები არის, რაც ძალიან ვთქვათ, უეცრად გაზრდილია კოტები, რომელიც ვიცით, და სრულიად არ არის გათვალისწინებული, მე ამის მცირე ანალიზი გავაკეთე, სრულიად არ არის გათვალისწინებული, მაგალითად შარშან ან წინა წლებში რამდენი იყო მოთხოვნა კონკრეტულ პროგრამებზე, ვთქვათ, ისეთ პროგრამებზე არის გაზრდილი ადგილები, სადაც არ ვიცი, ივსებოდა მაგალითად 11%, მხოლოდ 90% შეუსებელი რჩებოდა. ანუ ეს სრულიად უგულებელ ყოფილია სტუდენტების მხრიდან. კი ბატონო, უღრმესი მადლობა ამ მსჯელობისთვის დღეს. გამოსავალზე შეგნებულად არ მინდა რომ დღეს ვისაუბროთ, იმიტომ რომ ერთი და იგივე წელს დავნავავთ პრაქტიკულად და მინდა გთხოვოთ რომ ამ შემადგენლობით კიდევ შევიკრიბოთ მას მერე, რაც იმედი მაქვს რომ შეგხვდებათ ირაკლი კობახიძე, იმიტომ რომ მან დადო საჯარო პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც აი ამ კითხვებში თქვენთან ერთად პოსტფაქტუმ, მაგრამ თქვენთან ერთად გაერკვეოდა თუ ოდესმე შედგება ეს შეხვედრა. ოღონდ ვიტოვებ ესე ვთქვათ. და არა დასანქცირებულ ტელევიზიებში. მადლობა. უღრმესი მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად იაგო კაჭკაჭიშვილი, ლელა ჩახაია, ირინა გოცირიძე აანალიზებდნენ თქვენთვის უმაღლესი განათლების შესახებ რეფორმას. დიდი მადლობა მათ. მადლობა თქვენ რომ გვიყურებთ. შევხვდებით ერთმანეთს უკვე პარასკევს დილიდან დროებით.